შუა საუკუნეების ლიტურგიკულ ჰიმნოგრაფიულ ხელნაწერებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ერთსა და იმავე სტიქარონს სხვადასხვა ხელნაწერი სხვადასხვა დღეს და სხვადასხვა ჟანრობრივ ჯგუფს მიაკუთვნებს. მაგალითად, პირველი ხმის სტიქარონთა წყვილი ქრისტე გასწმოყვარე პარაკლიტონის ავტოგრაფულ ნუსხაში ხელნაწერ 1045-ში მოცემულია ორშაბათი დღის უფალო ღაღატყავსას ჟანრობრივ ჯგუფში, ხოლო იგივე სტიქარონები პარაკლიტონის შემცველ სხვა ნუსხაში ხელნაწერ 1026-ში მოცემულია ორშაბათი დღის საკუთრივ სტიქარონში. მეორე გვერდითი ხმის სტიქარონთა წყვილი უფალო სახსენებელსა მოწამეთასა პარაკლიტონის ავტოგრაფულ ნუსხაში მოცემულია შაბათი დღის უფალო ღაღატყავსას ჟანრობრივ ჯგუფში, ხოლო იგივე სტიქარონები პარაკლიტონის შემცველ სხვა ნუსხაში ხელნაწერ 1024-ში მოცემულია შაბათი დღის აქებდიცას დასდებლებად. წმინდა გიორგი მთაწმინდელს მის მიერ შედგენილ იანვარ-თებერვლის თვენში ამ საკითხთან დაკავშირებით საყურადღებო მითითება აქვს მოცემული. და ვინც წერდეთ, რა იაკაჰპოთ, იგივე თქვენ დაწერეთ და ნუცა შეხმატებთ, ნუცა დააკლებთ და ნუცა აქებდიცა არჩევთ და აქებდიცას წერთ. ესე რა ყოველი უფალო ღაღატყავსას წერია, ვითა ბერძულთა იადგართა გვიპოვნია. უფალო ღაღატყავსაცა თქვუნით და თუ სხვანი არა იყვნენ, იგივე წყვილნი აქებდიცა თქვენით, არა გაცვთებიან. მსგავსი შენიშვნა გვაქვს უძველეს იადგარში, სადაც 18 იანვრის უფალო ღაღატყავსას დასდებელთა ნაწილზე ამგვარი მითითებაა. სხვანი თუ გინდეს აქას თქვნე, თუ გინდეს აქებდიცა. მსგავსი სახის მითითება იელის იადგარშიც გვხვდება. აქებდიცა უფალო ღაღატყავისანის თქვნე. იგივე მეორდება სექტემბრის თვენშიც. აქებდიცა, რომელიცა გინდეს, ბრძანეთ უფალო ღაღატყავთაგან. ამასთან ისმის კითხვა, რის საფუძველზე ხდება ერთი და იმავე სტიქარონის სხვადასხვა ჟანრობრივ ჯგუფში გამოყენება. ამ კითხვაზე შემდეგი პასუხია. უფალო ღაღატყავსას საკუთრივ სტიქარონის აქებდიცას და აღვივსენიცას საგალობლები წარმოადგენს ერთიან ჟანრობრივ ჯგუფს, სტიქარონებს. ყველა ჯგუფის სტიქარონს საზიარო ძლისპირები აქვს. ყველა ეს სტიქარონი ფსალმუნს დაერთვის. ამასთან ამ საგალობლებში წარმოდგენილი თემატიკაც დღეების შესაბამისად ერთმანეთის მსგავსია. მაგალითად, კვირადღის როგორც უფალო ღაღატყავსას, ისე საკუთრივ სტიქარონის და აქებდიცას დასდებლები აღდგომისადმია მიძღვნილი. ორშაბათის სტიქარონები მთავარანგელოსდადმი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე აქვთ რამად ერთი და იგივე ძლისპირები და ეხებიან რა ისინი ერთსა და იმავე თემას, არ არსებობს არანაირი დაბრკოლება იმისა, რომ ეს საგალობლები ზემოჩამოთვლილ ჟანრობრივ ჯგუფებში ზიარად გამოიყენებოდეს, რასაც სხვადასხვა ხელნაწერისეული მონაცემი ადასტურებს. საყურადღებოა, რომ სტიქარონების განაწილება სხვადასხვა ხელნაწერში სხვადასხვაგვარია. და ეს ფაქტი ყოველ მონასტერში არსებულ ერთმანეთისადმი დამოუკიდებელ ტრადიციას ცხადყოფს. ყველა ეს ტრადიცია ჭეშმარიტია. თუმცა არსებობს რიგი სტიქარონებისა, რომლებიც ყველა ხელნაწერში უცვლელადაა დაცული რომელიმე ერთ ჟანრობრივ ჯგუფში. სტიქარონების ამგვარ ზიარ გამოყენებას დღევანდელ ლიტურგიკულ პრაქტიკაში მოქმედი ტიპიკონიც განგვიწესებს. მაგალითად, დიდმარხვის მწუხრის მსახურებაზე უფალო ღაღატყავსაზე ამგვარი მითითებაა. თუ აღესრულება ორი წმინდის ხსენება და თითოეულს აქვს დასდებლები უფალო ღაღატყავსას ზედა, პირველს წავიკითხავთ აქვე, მეორეს კი ცისკარზე აქებდიცა ზედა დასდებლებად. მსგავსი შემთხვევები ანტონ პირველი კათალიკოსის მიერ რედაქტირებულ პარაკლიტონშიც გვხვდება. მაგალითად, პირველი ხმის ხუთშაბათის საგალობლები მოციქულთა მრავალსაგალობელმა მქნარმან და პეტრეს და პავლეს ერთხმობით მოცემულია როგორც საკუთრივ სტიქარონში, ისე აღვივსენიცაში. მსგავსი ვითარებაა მეორე ხმის ხუთშაბათის საგალობლებშიც. დიდებულ ყავ ქრისტე მაცხოვარ და უჯეროთა საქმეთა მიერ. სიტყვა მამისაზე